მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს გვაქვს განსაკუთრებული ეპიზოდი. როგორც იცით, ჩვენ გვაქვს ესეთი ეპიზოდები, რომელსაც ვარქმევთ რომ არას, რაც გულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც დგანან სცენის მიღმა, მუსიკოსების მიღმა და რომლებიც ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ ჩვენთვის, არტისტებისთვის, მუსიკოსებისთვის და სწორედ ესეთი ადამიანია დღეს ჩემი სტუმარი, რომელიც განსაკუთრებულ ამპლუაშია ახლა, იმიტომ რომ ვერთვებით ონლაინ, არ იმყოფება ქვეყანაში. პირველ რიგში ეს ადამიანი არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი მეგობარი. რაც უნდა აღვნიშნო, გავიარეთ ძალიან დიდი გზა ერთად და დიდი ისტორია და ძალიან მიხარია ახლა ჩემთან ერთად რო ხარ, ჩემო ძვირფასო. მარიკა ყარელაშვილი, მოკლედ. ადამიანი, რომელიც არის, ესე იგი, უნდა დავიწყო რეგალიებით, ძალიან ბევრია და თან უნდა ვიყურო, იმიტომ რომ რამე არ მინდა რომ გამომრჩეს ისეთი მნიშვნელოვანი და მართლა იმდენია რომ ყველაფერს მინდა რომ ეტაპობრივად მივყვეთ. ესე იგი, პირველი საქართველოს მუსიკის ექსპორტის დამფუძნებელი, რომელიც არის ფაქტიურად პირველი კომპანია არის, ასე ვთქვათ, რომელიც ამ საქმიანობას იწყებს. წინადრის ფესტივალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, წლების განმავლობაში თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის მენეჯერი და დღესდღეობით არის ესტონეთში და მოკლედ ბევრი რო არ ვილაპარაკო, დანარჩენი მინდა რომ შემთხვევით დაიწყო და მოყვე რა ხდება ქვეყნის მიღმა, როგორია იქიდან ყურება საქართველოსი და აი ამ სიტუაციის რაც ახლა ხდება და ზოგადად რა როგორია ცხოვრება ქვეყნის მიღმა. ძალიან ესე ცოტა დაუყები შესავლის გამო, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა და მიხარია რომ ამ წამოწყების ასე ვთქვათ მონაწილე ვარ, როგორც სტუმარი, გულისხმობ პლატფორმას 3:15, ხო ესეა? კი. გილოცავ და არ მინდა რომ ეს გაჩერდეს და იყოს რაღაცა ერთჯერადი, ასე რომ გისურვებ დიდხანს ამ მიმართულებით, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებაში განვითარებას. რაც შეეხება საზღვრებს გარეთ იქიდან როგორ ჩანს საქართველო, ძალიან ისეთი კითხვა არის ცოტა რიტორიკული, იმიტომ რომ ბევრ ემოციასთან არის დაკავშირებული ზოგადად. მე 4 წელია უკვე აქეთ ვარ სტაბილურად, მაგრამ აი ყველას ვეუბნები ხოლმე რომ ვიწახვედი არა, ანუ საქართველოსთან სულ მაქვს კავშირი და ნუ წინადრის ფესტივალი იქნება თუ სხვადასხვა პროექტები, მაინც მიწევს ხოლმე ხშირად ჩამოსვლა, ამიტომ თვათ თავს ემიგრანტად არ ვგრძნობ. და მით უფრო იმ საქმეს ვაკეთებ ახლა, რაც საქართველოს კულტურის საზღვრებს გარეთ გატანას ემსახურება, შესაბამისად რთულია რომ რაღაცა ვფიქრო რომ შენ სხვაგან ხარ. ნუ ფიზიკურად სხვაგან ვარ, მაგრამ მთლიანად ჩემი კონცენტრაცია და იგივე დავიწყოთ დღის რეჟიმი როგორია, ანუ საქართველოს ნიუსები ჩართული მაქვს ყოველთვის საქმის კურსში ვარ. არ ვიცი რამდენად კარგი არის, იმიტომ რომ ზოგჯერ აქაურ რაღაცეებს ცოტა გამოვტოვებ ხოლმე, მაგრამ არაფერია. მიზანი. ნუ ძალიან წარმომიდგენი ალბათ ძალიან დიდი პირველ რიგში არის ძალიან დიდი ნოსტალგია, ხო და თან რაღაცნაირად გინდა რომ ალბათ ხა მე რო წარმოვიდგე რომ მე რო სხვაგან ვიყო და სხვაგან ცხოვრობ და რაღაცნაირად მაინც შენი ქვეყნისთვის და შენიანებისთვის რაღაცა სულ გინდა რომ რაღაც საქმით, არა მარტო საქმით რაღაც ჩართული იყო და მონაწილეობას იღებდა რა. ალბათ პირველი ეს არის რა რაღაცა სულ ფესვებით რაღაცა გაკავშირებს შენ ქვეყანასთან და შენს ხალხთან. შენი საქმიანობა რა, რაც მთავარია ეს აუცილებლად მინდა რომ ავხსნათ და გასაგები იყოს. დღეს რას აკეთებს მარიკა ყარელაშვილი ესტონეთში? ესე იგი ესტონეთში დღეს ძირითადად მუშაობ საქართველოზე, ესე დავიწყებთ. იყო პერიოდი სანამ ბავშვი გამოჩნდებოდა, რომ აქტიურად ვიყავი ჩართული აქაურ, ესე ვთქვათ, კლასიკური crossover-ი საკონცერტო პროდაქშენში და ასე ორკესტრის მენეჯმენტში, ჩაწერებში და ასე შემდეგ. მაგრამ იმდენად ესეთ დიდ დროს მოითხოვს ეს, რომ ფაქტობრივად ჩემი პირადი ინტერესები რაც მქონდა, იმას ვეღარ ვახმარდი და ნუ გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ბავშვს დიდი დრო ჭირდება. ამიტომ აი ბოლო წელიწად ნახევარია, შეიძლება ცოტა მეტი, ჩემი სრული კონცენტრირება არის მუსიკის ექსპორტის თემაზე.
იდეაში ესტონეთში ყოფნა მაგ ეგ საშუალება მომცადა ეგ კარი გამიხსნა, იმიტომ რომ საქართველოში ალბათ რომ ესე ვთქვათ გავჩერებულიყავი და რაღაცები მეკეთებინა ისევ იქ ძალიან რთული იქნებოდა ჩემთვის ის წარმოდგენა შექმნოდა რა ხდება საერთოდ რა პრინციპებზე დგას სოფლიოში და ნუ კონკრეტულად ევროპას ვიტყვი, იმიტომ რომ ევროპის ნაწილია ესტონეთი. ევროპის მუსიკის ბიზნესი რაზე დგას, რა ურთიერთობები არის, რა პრინციპები არის, როგორ მუშაობს ზოგადად ეს ბაზარი. ნუ გარდა იმისა, რაც ჩვენ, თქვათ, საქართველოში ხშირად მაქვს ხოლმე რა საუბარი შენთანაც ჩემს მეგობრებთან, რომ ხშირად აქცენტი კეთდება მარტო იმაზე, თქვათ, როგორ აკეთებ რამდენად მაგარი მუსიკა შექმენი, როგორი მაგარი პროდიუსინგი არის იქ რაღაც საუნდები და მაგარი კოლაბორაცია გააკეთებ და იმის იქით ხოლმე რაღაცას დაიდროფება, ხო, ეს ახალი ტერმინი არის რაღაც. ხო, ალბომის რა ხდება? ხო, იმის მერე რა ხდება? და როგორ იმართება და საერთოდ როგორ უნდა მიიტანო ის აუდიტორიამდე ან ფესტივალებამდე და ასე შემდეგ. ამაზე უკვე აღარავინ აღარ საუბრობს და როგორც წესი მე რაღაც დიდი იმედგაცრუების წინაშე დგანან ხოლმე მუსიკოსები, რომ აღარაფერი არ კეთდება, არა მუსიკის ბაზარი კვდება და ასე შემდეგ და ბევრი ის არის ხოლმე, რომ აზრი აღარ აქვს და სხვა სფეროში გადადიან და ეხაც რო უყურებ ხოლმე ძალიან ბევრი რაღაც საინტერესო კურსები არის ხოლმე რა თანამედროვე მუსიკის წარმოების მიმართულებით და არსად არ ჩანს ხოლმე მე რა ხდება, ეგ გავაკეთე და მე სად როგორ მიმაქვს იქ აუდიტორიამდე, ან როგორ უნდა გავყიდო საერთოდ. ხო და ამ თემაზე მეც რო ფიქრობდი, და იდეაში ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, მომიწია ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების გაცნობა, რომლებიც არიან ლეიბლების წარმომადგენლები, მუსიკის მენეჯერები, ბუკინგ აგენტები, ფესტივალის ორგანიზატორები. და აქვე ასევე მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ კულტურის პოლიტიკის მიმართულებით მუშაობენ. და აქ მივხვდი, რომ ესე იგი რამდენი რაღაცა არ ვიცით ჩვენ და საერთოდ და რამხელა სისტემაა, ხო? სისტემაა და ოღონდ აქაც როგორ არის, რაღაც რეცეპტი არ არსებობს, რა თქმა უნდა, ყველას თავისი ინდივიდუალური წარმატების რაღაცა ფორმულა აქვს და ვერ იტყვი, რომ ეს შეიძლება დააკოპირო შენ, მაგრამ როგორ მოქმედებს ბიზნესი, რაღაცა მონაცემები არის და რაღაცა გზები არსებობს, როგორ უნდა მიხვიდე იქამდე, რომ თქვათ, გახდე უფრო პოპულარული და უფრო გაყიდვადი და მეტმა ადამიანმა გაკიცნოს. ეს გზები გადის ძალიან დიდ ჯგუფებზე რა და სხვადასხვა სეგმენტები არის ამ ბაზრის რა მარტო მენეჯერი არ არის მარტო ბუკინგ აგენტი არ არის ყველაფერი სისტემურად ჩართული არის ტელევიზიებიდან დაწყებული გინდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები რომლებიც სხვადასხვა მიმართულებას უწყობენ ხელს იქ არის რაღაცა სექტორული მხარდაჭერები ნუ ეხლა ძალიან ისე ვარ შევიდე დეტალებში ყველაზე მთავარი რაც იყო და რაც ჩემთვის უფრო მეტად მამოტივირებელი იყო რომ ამ მიმართულებისთვის ხელი მომეკიდა და რაღაცა ცვლილებები მეცადა ჩვენს მუსიკალურ ბაზარზე არის ის რომ ასე იგი ესტონეთი არის თვითონ ძალიან პატარა ქვეყანა რა საქართველოზე თითქმის სამჯერ პატარა 1,400,000 ადამიანი ცხოვრობს ან თბილისზე პატარა არის მთელი ესტონეთი რა და აქედან ეთნიკურად ესტონელები კიდევ უფრო ცოტანი არიან რა დაახლოებით 1 მილიონი ვთქვათ მაგრამ თვითონ ეს ადამიანები იმდენად როგორ გითხრა კონკურენცია როგორ არ არის ახლა რაც არ უნდა პატარა იყოს ბაზარი კონკურენცია არის მაგრამ რაღაცა ერთიანი როგორ გითხრა ხედვა აქვს და ღირებულებათა სისტემა რომლის მიხედვითაც მოქმედებენ და ეს მოქმედება არის ძალიან როგორ ვთქვათ შერწყმული და ერთმანეთის გვერდში დგომით რა ეს კონკურენციის აი ჩვენთან რაც არის და პრინციპში პატარა ქვეყნებს ზოგადად ახასიათებს ეგ მაგრამ აი ესტონეთში ეგ დავინახე რომ არ არის რა იმიტომ იციან რომ ძალიან ცოტანი არიან უნდა გადარჩნენ სერიოზული დემოგრაფიული პრობლემები აქვთ რომ აი რა ვიცი 2100 წელს შეიძლება რაღაცა არ იარსებოს ერმა რა იმიტომ რომ ძალიან დაბალი შობადობა მაგრამ აი ეს იციან რომ დამოუკიდებლობა თავისი ენის და კულტურის გატანა უნიკალურობის აი შეიძლება არაფერი განსაკუთრებული არ ქონდეთ მაგრამ როიციან რომ ეს საჭირო არის რომ ეს რაღაცნაირად თავისთავად გაიტანონ ან ერთმანეთს გვერდში დაუდგებიან და ერთი პატარა ქვისგან შეიძლება რაღაც ისეთი ისტორია შექმნან რომ აი გახადონ რაღაცა ტურისტული ეს რა ქვია ღირსშესანიშნაობა ვთქვათ და ის ისტორია მოიტანონ შენამდე და გააცნონ სხვებს აი ეს ერთ გვერდში დგომა იყო ჩემთვის როგორ გითხრა თან ძალიან ამაღელვებელი ეხაც არ მაჟრიელებს ხოლმე ამაზე თან ცოტა არ იყო შემშულდა რა და ძალიან სიბრაზე გამოიწვია ჩემში აი რომ დავესწრებ სხვაებს ხო ფესტივალები როგორ დგან ერთმანეთის სხვადასხვა ჟანრის მიმართულებების ტიპები ერთად ხედან და რაღაცეებს აი განიხილავენ აი როგორ განვაუმთავროთ ესა და ეს მიმართულება და აი ზუსტად ეგ არის რა ყოველთვის რომ ვიძახით ხოლმე რა პრობლემა არის და რატო არ ხდება ჩვენთან რაღაცები ისე როგორც სხვაგან იმიტომ რომ მუსიკა აი მუსიკაზე ვისაუბროთ რა ეხლა ყველა სფეროს შეიძლება ეს განვაზოგადოთ ყველაფერზე მაგრამ
მუსიკა ხო ერთი ადამიანი არ არის მარტო, ანუ შენ ხარ, ვიღაცები ვინც გეხმარებიან ამის შექმნაში და მე ეს უნდა მიაწოდო ვიღაცას, ანუ რაღაცა საზოგადოება იქნება რა, რაღაცა community, რომელიც ფუნქციონიროს და ხა როგორ წარმოგიდგენია შენ რომ მარტო შენითი ჩალიჯ, რაც არ უნდა მაგარი იყო უკაცრავად ამ სიტყვისთვის, არ გამოგივა რა, ეგ იმიტომ რომ ერთად უნდა იყოთ და ერთად უნდა დასახოთ გეგმები თუ გინდა განვითარება და აი ეგ არის ყველაზე დიდი რაღაცა, რომელიც აქედან ასე ვთქვათ, ну ერთ-ერთი რა, რაც წამოვიღე და რაც აი გავისიგრძე განე და ვიცი რომ ესე უნდა გავაკეთო რა. ანუ მე მარტო მარიკა რაღაცას ვერ შევცვლი რა. ჩვენთან ზუსტად ეგ პრობლემა არის, რომ ინფორმაციულ დონეზეც ეს არიციან. მაგალითად, ახლა მუსიკოსებმა მე ძალიან ბევრ ადამიანთან, ძალიან ბევრ მუსიკოსთან მიწევს რა, სხვადასხვა სახის თანამშრომლობა და ურთიერთობა და არც ვიცით იდეაში, რომ მარტო მუსიკოსმა არ უნდა აკეთოს ის საქმე, რასაც ქვია პროდუქტის, უხეშად რო თქვა გაყიდვა რა, ანუ მე ერთია რომ მე მუსიკას ვქმნი, მე თქვა რაღაც ეტაპია რომ რაღაცა ეს პროდაქშენი, ეს პროდაქშენის ნაწილიც იდეაში რამოდენიმე ადამიანისგან შედგება ხოლმე. ჩვენთან ესია რა, კაბელსაც შენახვე, მუსიკასაც შენაკეთებ, მე მიდიხარ რაღაცა იმაზე რაღაცნაირად ჩალიჩობ, რომ აბა რაღაცა ვენიუზე იქნება სადღაცა მოუხდე რომ ლაივი გავაკეთო თუ რაღაცა ეს ალბომი დავდროფო, ეს ყველაფერი ესე ვიცით თითქოს და ტერმინებიც ახალი ვისწავლეთ, მაგრამ რეალურად ინფორმაციის დონეზეც კი არ ვიცით სისტემურად როგორ უნდა ხდებოდეს და როგორ უნდა მუშაობდეს მუსიკოსი და რამხელა გუნდი უნდა იდგეს მის უკან და მე აი ძალიან ბევრჯერ დამისვამს ეს კითხვა რომ რისი ბრალია ეს რომ არ ვიცით, ანუ ვთქვათ არ არიან შესაბამისი კომპეტენტური ადამიანები, ვინც ვთქვათ უნდა ჩაიბარონ მე ეს საქმე, თუ აი რაშია პრობლემა, რატომ არ გვაქვს ეს? ეხა ნელ-ნელა კი წამოვიდა აი რაღაც ძალიან ბევრი ახალი ლეიბლია მაგალითად, რომელიც ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო და ძალიან დიდი სიამოვნებით გვინდა რომ მოვიწვიოთ მაგალითად ვესაუბროთ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ, არიან მენეჯმენტში ხალხი, რომლებმაც თქვა პასუხისგებლობა აიღეს იმისი, რომ აი მუსიკოსებს დაუგეგმონ სხვადასხვა კონცერტი თუ რა ვიცი, ყველა ანუ რაღაცა ის დეტალები, რომლებიც მაგალითად მუსიკოსმა არ უნდა აკეთოს. ეხლა და ეხლა წამოვიდა, მაგრამ მაინც დეფიციტურია და ცოტა ნიშურია რა, იქ ყველა ვერ მოხვდება იმ ხალხთან. და ყველასთვის არ არის ეს გზა ხსნილი და ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია და ძალიან ბევრი ნიჭიერი არტისტია, რომელიც დაჩაგრულია რა, ანუ არც იცის რა უნდა გააკეთოს და არც ის არ იცის ვინ უნდა მიხედოს. აი, ხო და ბევრჯერ დამისვამს ეს კითხვა საკუთარ თავთან, რომ რატო ხდება ეს? აი რისი ბრალია? შენი აზრიც მაინტერესებს, რომ აი რატო ვართ ესე ჩამორჩენილები რა, პირდაპირ ვიტყვი, აი ამ საკითხში ვართ ძალიან უკან. იმიტომ რომ თქვათ რაღაცა ეს ცოტა აი რაც შენს აღნიშნე, რომ ცოტა კომპლექსი გვაქვს ერთმანეთის რაღაცის გაზიარების და თქვათ მაინც აი ეს რაღაც არარეალიზებულობის კომპლექსია, რომ რაღაცა ერთმანეთს ვერ ვუდგებით გვერდში თუ აი რა არის ვთქვათ ამის მიზეზი რა? ბევრი არის სწორი კითხვებია რა, მაგრამ ერთი ის არის რომ თლად ესე უიმედოთად არ ვიქნები, იმიტომ რომ მართლა ბევრი ცვლილებები არის და მართალია ჩვენ ტემპი გვინდა რომ უფრო ჩქარა იყოს, მაგრამ ფაქტია ხა რომ ანუ ბევრი რაღაცა იცვლება და უკეთესობისკენ და ჩვენზე გაცილებით ახალგაზრდა ადამიანები უფრო სწრაფად აკეთებენ რაღაცეებს და უფრო ადაპტირებულები არიან აი ახალი რაღაცა გამოწვევების მიმართ. ამიტომ ვიტყოდი რომ მიდის ცვლილება როგორ არა და ჩემთვისაც სასიხარულო იყო აი ხა მოკლევის პროცესში რა, როცა ჩვენი სფეროს წარმომადგენლებს უკავშირდები და ვაცნობ ამ საქართველოს მუსიკის ექსპორტის შესახებ რა ხდება და რა არის. ამაზე მე კიდევ ვთქვათ რა, ევიდენტალურად. აუცილებლად მაგაზე ძალიან კონკრეტულად უნდა ვისაუბროთ, ზუსტად ეგ არის. კი. პრობლემას რაც შეეხება, ხო, არ ვიტყოდი სალსახად, რომ აი ვაირასად ვართ. არა, ნამდვილად ვითარდებით და შეიძლება ვიღაც ზოგიერთ ჩვენი დონის ქვეყანაზე უკეთესად ვიყოთ. უბრალოდ აი ხო, მეტი გვინდა ჩვენ და ეს დიდ მასშტაბებში არ ჩანს რა. აი ხო, რაც არის ეს თემა, რაც წეღანაც ვახსენე, რომ აი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, რომ აი თითქოს აი მე რაღაცას ვაკეთებ და სხვა არ გაიგოს, მან ჩემი ფორმულა მაქვს რა, რომ აი საქართველოს მაგარის რო ავიღოთ მაგალითი, ხო, მუსიკაზე საუბრობთ.
აი რა 50 კაცმაც რო ერთად იგივე საქმე აკეთოს და რომ მოინდომოს რო ერთად იგივე მიმართულებით რამე გააკეთოს, გამორიცხული ერთმანეთის კონკურენტი იყოს რა, იმდენად ბევრი რამეა შესაძლებელი და იმდენად ბევრი რამაზე არის სამუშაო, აი რომ მოინდომო, დაჭდე და სიხნ დეტალებში შეხვიდე. გამორიცხული ხა შენც რო თქვა რომ აი მეც მინდა რაღაცა ექსპორტის ამბავში გავაკეთო, ანუ მე გეტყვი, მიდი, აბა შენ რას აკეთებ მითხარი და მე ვეცდები რომ ისეთი რამე გავაკეთო, რომელიც შეავსებს ამას. ანუ ეს ხედვა არის საჭირო და მაინც ვფიქრობ, რომ აი პატარა ასაკის ადამიანებია ჩვენზე უმცროსები ხა ჩვენ უკვე აღარ ვართ ძალიან ახალგაზრდა. ხო. აულებრივად ეს ვართ ოფიციალური მილენიალები ვართ და ჯენზი და კიდე ახალი თაობა რაც მოდის უმერე ახლა ეს აღარ ჯენიქსია, რომელი აღარ მახსოვს. მაგთან აი ამ ადამიანების როგორ თქვა ხელშეწყობით და რაღაცა გზების დანახვებით ვფიქრობ, რომ შესაძლებელია უფრო მეტი და სწრაფი ცვლილების მოხდენა რა და ერთი ძალიან ჩემი ახლობელი აქაური მუსიკის კულტურის პოლიტიკის კვლევარია რა და თავიდან რომ ვეკითხებოდი რჩევებს რა, აი როგორ დავიწყო და რა არის პირველად უფრო მნიშვნელოვანი რა ნაბიჯები გადავდგა, ერთი რაც მითხრა და თავიდან ცოტა არ მესიამონა რა, რომ აი გეხოცებიო დრო არ დახარჯო ვიღაცების დარწმუნებაზე. აი ეგო, აი ამოიგდეო თავიდანო რა. რა თქმა უნდა, შენ საქმით უნდა დაარწმუნო და ადამიანებს ნდობა გაუჩინო შენს მიმართ, ეს ჰაერზე ნათქვამ სიტყვებს არავინ არ ენდობა, მაგრამ აი ის რომ მე დაუწყო ვიღაცას ახსნა, რომ რატო არის ეს მნიშვნელოვანი და მოდი ერთად გვერდში დამიდექით, ან თუნდაც იგივე დაფინანსების მიმართულად შეეშვი. ანუ დაიყენე გვერდში ადამიანები, ასწავლე რაღაცები უფრო პატარებს, შენზე პატარას და ის გახდება შენი კოლეგა ძალიან მალე და ანუ შეგეძლება რომ ეს იქნება სიძლიერე რა. ანუ კიდევ ვიძახით ეს საზოგადოების თემის, ნუ ქართულად თემია ხო community. აი ამის გაძლიერებას იწვევს ხოლმე ის რომ შენ ეს გააზიარო. აი რომ წარმოვიდგინე რაღაც 100 წლის რო ხარ და აი რომ გაგახსენდება რომ აი რა მე ამ ინფორმაციას მოვაჯექი და არ გავაზიარე და აი გაგალ რა სისულელე ვქენი ხო ანუ უეჭველად იფიქრებ მაგაზე რა და ერთი კომპონენტი ეს არის რომ ფიქრობ ეგ არის პრობლემა რა და ეს მაინც სავარაუდოდ რაც შენ ახსენე რაღაცა კომპლექსის და თაობის პრობლემა არის რა მართლა ჩვენ 90-იანების გამოვლოს კიდე რაღაცა ნორმალურად რო არის ეს ხალხი და ჯანსაღად კიდე რო ვცდილობთ რა ვიაზროვნოთ ეს ადამიანები ფიქრობ რომ ეს რაღაცა კომპლექსი არის გადასალახი მეორე თემა რაც არის ერთმნიშვნელოვნად ეს არის განათლების ნაკლებობა და არ ქონა ანუ შესაძლებლობაც არ არის რომ რაღაცა სისტემურად მიუდგე და განათლება მიიღო. კი, იტყვის ახლა ბევრი რომ არის YouTube-ზე 1000 პლატფორმები არსებობს, იქ რა ვიცი, Coursera, Udemy, EDX და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ არ არის იმდენად დიდი, ეს არის რა ქვია, გაფანტულობა არის ამ ყველაფრის და იმდენად ბევრი გონების გამფანტავი რაღაცები ხდება, რომ დაჯდა და რაღაცა გააკეთოს, სულ რაღაცა notification-ები ის, ანუ სრული არის რა, ამიტომ გჭირდება, როგორც არსებობს ხო აკადემიური უნივერსიტეტები ხო რაღაც სასწავლო ცენტრები არ არის აუცილებელი რაღაც 4 წელი იყოს, ხო? აი ესეთი ტიპის განათლების ნაკლებობა არის და პრობლემა და ეს განათლების პრობლემა შესაბამისად იწვევს იმას, რომ არ ყავს კვალიფიციური კადრი, არ ყავს მენეჯერი, არ ყავს მცოდნე ინდუსტრიის, რომელსაც შეუძლია იმუშაოს სხვადასხვა მიმართულებით, ხო? ლეიბლებიც ეხა დაიწყო, ხო? აი ეს ლეიბლებიც ხო როგორ ფუნქციონირებს, აი რაღაცა თვითონ სწავლობენ რაღაცებს, რაც ძალიან ღირებული არის რა. მაგრამ დროში თვითნასწავლი ადამიანების განშემდგარი გუნდია, რომლებიც აი ესე რაღაცა საკუთარ თავზე გამოცდილებით და თვით გადარჩენით თუ რაღაცა აი მე რაღაცა აი ამ პრაქტიკიდან მოდის ეს ყველაფერი და მე რაღაცა ანუ თვითნასწავლობიდან თუ როგორ თქვა არ ვიცი რა, ანუ აქედან იქმნება ძირითადად ყველაფერი, რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგია, იმიტომ რომ ვიღაცამ ხო უნდა გააკეთოს და თუ არსაიდან არ დაიწყე არასდროს იგივე ვთქვათ ახლა აი დღეს ახლა ნიკა ჩვენთან ერთად არ არის, მაგრამ ნიკაც ხმის ინჟინერია და სულ პრობლემა არის იმისი, რომ ხმის ინჟინერიის აი რაღაც სასწავლო ოფიციალური რაღაცა ისეთი კურსი, რომელიც კი ბოლო წლებია რაღაცები ანუ ჩაეშვა დაიწყო, მაგრამ არაფერი არ არსებობდა მსგავსი და ადამიანები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ დღეს, ძირითადად არიან სულ თვითნასწავლები და რაღაც აი პრაქტიკიდან გამომდინარე და აი ეს უნარჩვევები გამომუშავდათ მუშაობის პროცესში და მერე სხვას თქვათ გაუზიარეს. არ არსებობს რა მსგავსი ესეთი არაფერი და გეთანხმები რომ განათლების პრობლემა არის კი არა და ძალიან დიდი პრობლემა არის განათლება. აი განათლება, ოღონდ მე განათლებას გულისხმობ არა უშუალოდ რაიმე კურსი არსებობდეს, არამედ ზოგადად საზოგადოების განათლების დონე რა არის რა და მათ შორის იმ ადამიანების, რომლებიც მაგალითად არიან პასუხისმგებელ პოზიციებზე, რა ვიცი
პარლამენტში კიდე აიღე თუ მთავრობაში სხვადასხვა სამინისტროებში, ანუ რეალურად ცოდნა ეს ღია თემა არის, ხომ დასამალი არაფერი არ არის და რა ვიცი, ყველა მიცის ეს ისედაც რომ კადრების ნაკლებობა არის და ну ძირეული, ანუ სახელმწიფოს უნდა უნდეს თვითონ რა რომ რაღაცას შექმნას და ხელი შეუწყოს მისი საზოგადოების განვითარებას, მაგრამ ხა ბოლონები რაც არის და რასაც უყურებ ნებისმიერი გადაწყვეტილება გინდა თუ სხვადასხვა ადამიანების პოზიციებზე დანიშნა არის, რასაც უყურებ ხოლმე, ну აი ცოტა მგონია რომ ზოგჯერ მეთქი რაღაცა утоპიური მასში ვარ რა. ანუ მეც დისტოპიური რეალობაში ვარ. და ყოველდღე მგონია ხოლმე რა ვიყვიძებ, აი ამაზე утоპია რაღა უნდა იყოს და ამაზე უარესი და ну ყოველდღე ახალი სცენარი და კიდე უფრო ანუ ეს უსასრულო პროცესია რაღაც. არა, ხო და ეგ არის რა რომ მარტო მუსიკაზე ეს ხო მუსიკა არის ხო ასე თქვა ქვეყნის რაღაცა სტრატეგიული მიმართულებები რო აიღო ერთ-ერთი ბოლო რა ხელოვნება მაინც ხარ ამე რო ხდება პირველი არის რაღაც რიგი 9-10 საკითხის და იმ 11 ის ხელოვნება და იქაც რო აი ყველა სფეროში ეს პრობლემა არის რა და ამიტომ იქამდე სანამ ну კიდე მეორე პრობლემა რაც არის კიდე და მე რამდენი ჩამოვთვალეთ უკვე არის ის რომ აღქმა საზოგადოების მხრიდანაც და არც ასე თქვა არც სახელმწიფოს მხრიდან არ არის ის რომ აი მუსიკა და თუნდაც აი ჩვენ რა მიმართულებებზე ვსაუბრობთ ხო არ გვიხსენებია მაგრამ რეალურად არ გულისხმობთ მაინც და მაინც კლასიკას და ფოლკლორს ხო ესე თქვა გადავალთ მან აუცილებლად ანუ მან დამოკიდებულებაზე რასაც ვაწყდები ხოლმე რა და ოღონდ ეს მართლა მარტო საქართველოს პრობლემა არ არის სხვა ქვეყნებშიც დგას მაგრამ მუშაობენ ამაზე რა რომ აღქმული იყოს ესეც როგორც ხელოვნება ესეც როგორც არის რაღაცა როგორ თქვა ღირებულება რო გააჩნია მას რა და ამ ღირებულებას როგორ თვლი რა ანუ ერთი არის რომ თქვა რომ ისტორიული მნიშვნელობა აქვს და კულტურული ღირებულება აქვს იმას რაც ადრე შეიქმნა და ეს უნდა შეინახო და ცხადი ამაზე არ დაობთ მაგრამ ის რაც ახლა იქნება ისიც მომავალში მემკვიდრეობა იქნება რა და შენი ქვეყნის სახე არის და რაღაც არასერიოზულად ხდება ამის აღქმა და ამ დროს ეს კიდე ცალკე ჩემი ძალიან დიდი სურვილია რომ კვლევა გაკეთდეს მუსიკის ინდუსტრიის რომ ნახო რეალურად რამხელა სააქ რა ქვია ღირებულება მოაქვს ეკონომიკური რასაც გასართობ ინდუსტრიას ეძახენ მუსიკა გასართობ ინდუსტრიაში შედის რა მაინც ძალიან დიდი სააქ რიცხვი ეს უნდა რაღაცა ხო გამოითვალოს რა ეხლა ქვეყნებს აქვთ გამოთვლილი მაგალითად ქვეყნის რა ქვია მთლიანში და პროდუქტში რამდენი პროცენტი აქვს მუსიკის ინდუსტრიას ახლა ჩვენთან ძალიან რთულია მაგის დათვლა იმიტომ რომ ჯერ მარტო ამის სტატისტიკა არ ხდება ძალიან ბევრი არაოფიციალური ის არის ხო შემოსავლების რეგისტრირება არ არის და ძალიან რთულია თან მუსიკას კიდე კვეთა აქვს სხვადასხვა მიმართულებებთან ხო აი რაღაცა თამაშის სათამაშო ინდუსტრია რესტორნები რა ვიცი კიდე რა 1000 თეატრთან სხვადასხვა რაღაცა გამოყოფა ამის რთულია მაგრამ პრობლემაც ეგ არის რომ დაინახავს ადამიანი რომ ამას იმხელა დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკაში იმხელა როლი შეაქვს საწარმოს თავისი მნიშვნელობა აქვს მაგრამ ამასაც არანაკლები აქვს აი მე უკვე შეიძლება რაღაცა სერიოზულად აღქმა მოხდეს ამის და მივხვდნენ რომ ამას თუ ხელს შეუწყობენ უფრო მეტად გაიზარდება ქვეყნის ეკონომიკაც და უფრო მაგრები ვიქნებით ხო აი ეს ამის ნაკლებობაც არის და ეს ისევ განათლებასთან არის რა დაკავშირებული კი ნამდვილად მე საერთოდ რომ მკითხო შეიძლება ესეთი სუბიექტური დამოკიდებულება მაგრამ მე მგონია რომ საერთოდ არა მარტო მუსიკოთ არტი რა კრეატიული ადამიანები ძირითადად განვითარებისგან პირველები მიათრევენ ხოლმე ქვეყანას რა და მერე მიყვება ყველაფერი დანარჩენი და შენ თუ არ შეუწყე კრეატიულ ადამიანებს რომ იარონ თავისუფლად და განვითარდნენ შესაბამისად შენი ზოგადი ქვეყნის განვითარების პროცესიც გინელდება იმიტომ რომ ეგ ესეა მოწყობილი რომ კრეატიული ადამიანი ვინც თქვათ რაღაცას ისეთ სიგნალებს იჭერს რომელიც თქვათ ყოველი მეორე ადამიანს თქვა და არა აქ ეს უნარი და ნიჭი ის ყოველთვის წინ უსწრებს დროს შესაბამისად ის მიათრევს პროგრესისკენ და ყველანაირი სიახლე და ის მოაქვს კრეატივს და შეიძლება ხა ეს სუბიექტურად ჩემი გადმოსახედიდან ის მაგრამ მგონია რომ ეთახმები მაგაში და ეხაც აი ამ ხელოვნური ინტელექტის ერაშიც როცა ყველას გვეშინია რომ რა იქნება და რა ჩაგვანაცვლებს პირველი მაინც ეგ არის ხოლმე რა აი ეხაც გუშინაც უყურებდი მაინტერესებდა კიდე ერთხელ პერიოდულად ვნახულობ აი რა არის 2100 წლისთვის 50 წლისთვის რა იქნება ყველაზე ესეთი პროფესიები რა რომელიც შეიძლება საერთოდ არ იყოს ეგრე მაგრამ რაღაცები შეიძლება გამართლდეს რა ანუ უფრო სწრაფად მოხდეს კიდე და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რაც იყო რა ყველაფერი ხო გადადის უკვე თითქოს ვიადვილებთ ცხოვრებას ხელოვნური ინტელექტისთვის რაღაც წვდომით ინფორმაციის წვდომით და დამუშავებით
და მეორე, ანუ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ადამიანების human skills რა, ანუ ადამიანის უნარები რაც არის და ეს უნარი რა არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რაც ახსენე შემოქმედებითობა რა, რომელსაც ჯერ ვერაფერი ვერ აცლებს რა. თუმცა მე მგონია რომ თუ არ ვინტეგრირდით ამ ხელოვნურ ინტელექტთან სწრაფი ტემპით და თუ არ დავეციეთ და შევისწავლეთ და ჩვენ მართლა არ მოვიხმარეთ ისე რომ ჩვენ სარგებელი გქონდეს და დავეციოთ რა, ანუ ძალიან დიდი პრობლემები შეგვექმნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ფუნქციას ის მალე უკვე ასრულებს უკვე და შეასრულებს. რაღაცები ვნახე, მოვისმინე. cover ვერსიები იყო AI-ის გაკეთებული, რომელსაც აი ცხოვრებაში ვერ მიხვდები, რომ ადამიანის ხელი არ ურევი. აი ვერც მიხვდები, რომ აი ის ვოკალი და ის ინსტრუმენტი და ის playback-ი რა, რაც არის უკან გაკეთებული, თავიდან ბოლომდე AI-ის შექმნილია და ანუ ძალიან საშიშია და თან ну საინტერესოა, იმიტომ რომ რაღაცებს მართლა ძალიან გიმარტივებს. რა იქნება მე უკვე ცოტა ხანში არ ვიცი რა, იმიტომ რომ აი მაგ რო გაქცეული არის რა. უფლებების ნაწილება მიდის თელი. მაგრამ ნუ ყველა ვარიანტში რაღაცნაირად უნდა ვინტეგრირდეთ და უნდა ვისწავლოთ და დავეციოთ რა პულსაციას და იცი რა მაინტერესებს. აი კლასიკურ მუსიკას რაც შეეხება, ხა წინანდლის ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ადამიანი ხარ უკან, ვინც საქმეს აკეთებს და უკვე რამდენი წელია, ხო? რამდენი ხანია? და ფაქტობრივად ანუ დაწყებიდანვე. ან თოს საყვარელი წელს როცა გაუჩნდა ეს იდეა და პირველი თქვა სანამ ჩატარდებოდა პირველი ფესტივალი და უკვე ვიცოდით რაღაც გეგმა ქონდა ფესტივალი, მაშინ შევერთი გუნდს, ანუ მერვე წელი არის უკვე. ხო, ანუ საკმაოდ დიდი ხანია. იცი რა მაინტერესებს? ჩემი გადმოსახედიდან ესე ჩანს თითქოს რომ აი კლასიკურ მუსიკაში ბევრად უფრო გახსნილი გვაქვს კარი რა, ასე ვთქვათ, ყავს ისეთი მუსიკოსები, კლასიკური მუსიკის მიმართულებით, რომლებიც გლობალური მასშტაბით წარმატებულები არიან. რავი გიგაშა, რავი, ახლა კონკრეტულად თუ არ ჩამოთვალო, ხო? ანუ ისედაც მე მგონი ყველასთვის გასაგებია და აი ეს როგორ მოხდა? ანუ მე მგონია რომ თვითონ ფესტივალმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ამაში, ალბათ და რა არის ამის მიზეზი? რომ ვთქვათ, კლასიკური მუსიკა ბევრად უფრო წარმატებით, ასე ვთქვათ, ხსნის კარს და სოფლიო მასშტაბით გადის და ვთქვათ, არაკლასიკური მუსიკა მაინც ჯერ უფრო ჩაკეტილია რა და რაღაცა საზღვრებში ვართ ჯერჯერობით მაინც. იცი რა არის, მან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ კლასიკურ მუსიკას საქართველოში აქვს, რა ვიცი, ოფიციალურად არის საგანმანათლებლო და ინსტიტუციურ დონეზე რო თქვა. ძალიან დიდი ისტორია, ანუ 100 წლიანი კი არა, მეტი კაც ოპერა უფრო ძველი არის. ანუ საგანმანათლებლოს თუ შეხედა, ანუ 17 წლიდან იყო 10 წლები და 18-დან კონსერვატორია თუ არ მეშლება. ხო და ანუ მარტო რო საგანმანათლებლო თქვა 100 წლიანი ისტორია გაქვს რა და ტრადიციები და მანამდე კიდე ნუ აი ადამიანები რომლებიც სანამ ეს სკოლა იარსებებდა ცდილობდნენ რომ რაღაცა კლასიკურ სტილში გაიგეთებინათ ხო მუსიკაში და მერე უკვე შეიქმნათ რაღაც ეროვნული სკოლა და ნუ ფესვები ძალიან და აქ ტრადიციები აქვს საკმაოდ ძლიერი და მეორე ის არის რომ ოფიციალურად სახელმწიფო ქვეყანაში გაქვს ოფიციალური ინსტიტუციები რა რომელიც ამ ჟანრში არსებობს ხო ორკესტრები აიღეო საოპერო თეატრები ხო და სახელმწიფო სტრუქტურა მონაწილეობს ამაში და იმიტომ ანუ დაფინანსებაც რომ მეტი კი ცხადია დაფინანსების თემა ის რომ რაღაცა ღირებულება გააჩნია ამას და ამას ყველა იაზრებს ის რომ სისტემა არსებობს სისტემის ნაწილი არის რომელიც მუდმივად ცდილობს რომ ეს განავითაროს ახლა რაღაც ფარვეზები და ისინი ცხადია ყველგან და უკეთეს ვისურვებდით მაგრამ სისტემის ნაწილი არის რა ისევე როგორც ფოლკლორი არის სახელმწიფო პატრონაჟის ობიექტი არის და არსებობს ცალკე ამისთვის ფოლკლორის ცენტრი რომელიც ამაზე ზრუნავს კვლევაზე და განვითარებაზე და არის კონსერვატორია რომელიც გაქვს აკადემიური სასწავლებელი და პლუს ამას მუსიკალური სასწავლებლები. ნუ იქ კიდე სხვა პრობლემებია ამაზე აღარ შევიდე. არა, მაგაზე არ შემიძლია რომ არ ვისაუბროთ. მაგრამ ეგ არის რა მიზეზი, მაგის თქმა მინდა რომ ეგ ისტორია არსებობს და არსებობს ფესტივალები და კონცერტები, რომლებიც ხელს უწყობს ამის წარმოჩენას და ამის გამო სკოლაც ჩამოყალიბდა და შესაბამისად რომ ვიძახით და ძალიან რომ გიყვარს საფორტეპიანო სკოლა, ვოკალური სკოლა ქართული და ანუ
იციან უკვე რაღაცა კონტაქტებიც არსებობს, იციან ვის უნდა მიმართონ, რა გზა უნდა გაიარონ იმისთვის, რომ სადღაც მოხვდნენ. და შესაბამისად ის ადამიანები უკვე რომლებიც აი ტოპ სტარები არიან, ვიცი ხატია ბუნიათიშვილი, ანიტა რაჭულიშვილი, ლიზა ბათიაშვილი, ახლა უკვე ლიზას ფონდის ქვეშ არის ახალგაზრდა თაობა ცოტნე ზედგინიძე, გიორგი გიგაშვილი და ასე შემდეგ. ეს ადამიანები ცხადია უკვე სახელი გააქვთ რა და უკვე ანუ კლასიკურ მუსიკაში ეს პრობლემა საქართველოს ნამდვილად არ აქვს რა. ანუ მანამდე ძველი პაატა ბუჭულაძე და ასე შემდეგ. ხო და ამიტომ ეს ანუ ისტორიის ნაწილია რა და მან ხა სხვა ჟანრებს არ აქვთ ეს დიდი ისტორია და არასდროს ესე მხარდაჭერილი არ ყოფილან. ანუ ვალტერის ფრანი იქნება თუ სახელმწიფოს მხრიდან და ეგ არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ჩემი აზრით, რის გამოც და რაღაცა ობიექტური მიზეზი არის რა, რის გამოც ესე ხდება. და აი ხა რომ გადავიდეთ Music Export Georgia-ზე, რომლის დამფუძნებელიც ხარ და ანუ ქართული მუსიკის ექსპორტი საქართველოს გარეთ. აი ამ წამოწყებაზე რო ვისაუბროთ, რას ემსახურება, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეხლა ნებისმიერი ადამიანი მუსიკოსი ვინც გვისმენს იმისთვის იქნება ძალიან სასარგებლო ინფორმაცია და ძალიან კარგი ინფორმაცია რომ მსგავსი კომპანია შეიქმნა და უფრო დეტალურად რო ახსნა რას ემსახურება და როგორ უნდა დაგიკავშირდნენ თქვა ნიჭიერი არტისტები და რა უნდა ქნან იმისთვის რომ მოხვდნენ რა საქართველოს ფარგლებს გარეთ. ექსპორტის ხო რაც დასაწყისშიც ვახსენე რომ აი ესტონეთში ყოფნის დროს და სხვადასხვა შოუქეის ფესტივალებს რო ესწრებოდი და გავიცანეს ადამიანები და ვნახე სისტემა როგორ მუშაობს. ცხადია მივხვდი რომ აი ჩვენთან ეს ნაკლებობაა რომ არ არის რაღაცა სისტემური მიდგომა და თანმიმდევრული მიდგომა, ეს სტრატეგია რომ აი როგორ გავიტანოთ ქვეყნის გარეთ საქართველოს სახელი. რა თქმა უნდა არის რაღაც ინდივიდუალური რაც ახსენე შენც რომ ვიღაცას შეუძლია და აკეთებს ამას სხვადასხვა ჟანრში და ინდივიდუალური თავის პირადი კონტაქტებით, მაგრამ აი ესეთი სახელმწიფო დონეზე რო თქვა რა, რომ აი ქართული მუსიკა გავიდა, მოდ ქართულში გულისხმობ საქართველოში ნაწარმოები არა? კი, და არა ხო. მუსიკა ხო. ამაზე მოკლედ ეს სისტემა არსებობს რა ბევრ ქვეყანაში და განვითარებულ ქვეყნებშიც და ნაკლებად განვითარებულშიც. და ეს არის ერთგვარი ოფისის სახით რა, მოდი ასე ვთქვა, კომპანიას არ დავარქვენ, უფრო ეს არის ორგანიზაცია, პლატფორმა, ინიციატივა, რომელიც ეხმარება ქართულ არტისტებს, მუსიკოსებს და ავტორებს, ბენდებს, რომ თავიანთი შემოქმედება გააცნონ და გაიტანონ საზღვრებს გარეთ. ანუ გარკვეულწილად ხიდის ფუნქცია აქვს რა, ამ ინიციატივას, რომ დააკავშიროს კონკრეტული არტისტი ან ჯგუფი არტისტების სხვადასხვა ფესტივალებს, სხვადასხვა ასოციაციებს, ქსელები არსებობს და ასე შემდეგ. კონკრეტულად აქ მარტო მუსიკოსებზე არ არის, აქ მენეჯერებზეც არის საუბარი და ყველა იმ ასე ვთქვათ ერთეულზე, რომელიც ჩართული არის ამ მთლიან ინდუსტრიის პროცესში რა, ამაზე მანამდეც ვახსენეთ, ეგ თემა არის ზუსტად. თვითონ ორგანიზაციასთან დაკავშირებას რაც შეეხება, ესე როგორ თქვა, ჩემი პირადი გეგმა არის ადამიანების ვინც ამაზე მუშაობენ, რომ გაისისთვის მაგალითად რამოდენიმე შოუქეის ფესტივალზე რაღაც შერჩეული არტისტები მოხვდნენ. ეს შერჩევაც როგორია, იცი, აი როგორ უნდა მოხვდნენ, რომ იკითხე. აქაც გარკვეული რაღაცა კრიტერიუმები არსებობს რა, რომ იმისთვის რომ შენ შემხედოს ნებიერ თქვას, რომ კი ეს ადამიანი უკვე ასე ვთქვათ შეიძლება რომ თავმოთ გავიდეს ფარგლებს გარეთ. ეს რაღაც პირად გემოვნებაზე არ არის რა დაფუძნებული, არამედ ელემენტარულად არტისტს უნდა კონდეს, შეიძლება კონდეს შეიძლება არა ალბომი ჩაწერილი ან რაღაცა გამოშვებული, რომელიც რაც თავარია, აქ არის საავტორო მუსიკაზე საუბარი, ხო? ხადია საავტორო. აი ეს მინდოდა რომ აგვერნიშნა რა აქ არის საავტორო მუსიკის შექმნაზე და საავტორო შექმნილ მუსიკაზე საუბარი. ნამდვილად. უნდა კონდეს რაღაცა ჩანაწერი მაგალითად, რომელიც დევს ოფიციალურ რაღაცა სხვადასხვა პლატფორმაზე. სასურველია რომ ყავდეს მენეჯერი, იმიტომ მისთვის არის უკეთესი და თუ არ არის, ამასაც მაგიტომ მიდიხარ იქ, კიდე რომ გაიტანო ეს, რომ ვიღაცა მიქნებ, თქვათ, დაინტერესდეს შენი შემოქმედებით. გარკვეულწილად მოწესრიგებული უნდა იყოს სოციალური მედია, აი თუნდაც საქართველოს ბაზარზეც ასე თუ ისე, რაღაცა კლუბებში იქნება თუ საკონცერტო ებში ხალხი უნდა ესწრებოდეს და ცნობადობა უნდა ქონდეს, რა, იმიტომ რომ გარედან მაინც ესე უყურებენ, რომ ანუ შენ საინტერესო ხარ იმიტომ კი არა მარტო რომ საინტერესო მუსიკა გაქვს, ხო? ახლა ამაზე უკვე თავხდებით, რომ მართლა რაღაცა უნიკალურს უნდა ქმნიდე. არამედ რამდენად შენ მოთხოვნადი ხარ შენს
არ ვიცი, სოფელში, ქალაქში თუ რაღაცა ქვეყანაში, ხო? ხო, აი მანდ მაქვს ესეთი შეკითხვა, მე და შენ რო გვისაუბრია ამ თემაზე და იგივე ხა მე პირდაპირ ვიტყვი და ღიად ვიტყვი რომ ჩვენ გქონია მე როგორც მუსიკოს და არტისტს ძალიან მაინტერესებს ეს საკითხი ზუსტად და მარიკასთან გავლილი მაქვს ეს ამ ფესტივალების თემა ზუსტად და ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ეხა ეს წამოწყება რაც Music Export Georgia იწყებს მოკლედ და ძალიან დიდი სურვილი მაქვს მოკლედ რომ ამ ყველაფერში ჩავერთო რაღაც ფესტივალებში მივიღო მონაწილეობა მაგრამ გაჩნდა კითხვა ხო აი რომ საუბრობდით რომ რამდენად ყიდის ეს არტისტი თქვა სოფო ლოკალურად ბილეთს რა თავის ქვეყანაში და რამდენად ყავს მსმენელი აი ეს კითხვა ხო ისმის ჩემ შემთხვევაში მაგალითად ესეა რომ იმდენად თქვა და ეს მუსიკაც მიუხედავად იმისა რომ წლების განმავლობაში ვარ რაღაცა სხვადასხვა სატელევიზიო პროექტების ყოფილი პროდიუსერი და რამდენი მუსიკოსის რა ვიცი შემოქმედებაში ვარ ჩართული და მიმიღია მონაწილეობა და სხვისთვის რამდენი რაღაც შემიქმნია რა კომერციულად რა მქონდა? ხო, ნუ ვასწავლიდი და ხო, აი ყველაფერი კიდე ხა დეტალურად ვარ გავიარეთ, ანუ რას გულისხმობ, რომ მე რაც ჩემთვის ორგანულია და რაც ჩემი მუსიკა არის აი თქვა საქართველოსთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ნიშური და თქვათ ისეთი მასშტაბურ კომერციულ იმას რა ფიდბექს ვერ მიიღებს თქვათ ჩემ ქვეყანაში ჩემი მუსიკა არ ვიცი შეიძლება ვწდები შეიძლება ქართულად რო ტექსტს წერდე ესეც არის კიდე რა აი ძალიან ბევრჯერ მიფიქრია მაგაზე რომ აი როგორც კი ქართულად აკეთებ ტექსტს საქართველოში ბევრად უფრო მარტივად იყიდება რა ხმადია მაგრამ აი ვთქვათ არ ვქმნიამ ქართულად და აი ვთქვათ აი ჩემ შემთხვევაში ნიშურია ეს მუსიკა და ესე მარტივად რომ ეხა მე რაღაცა ვენიუ ავიღო და ბილეთები გავყიდო ეს ესე მარტივი არ არის აი ეს კრიტერიუმი არის თუ არა მნიშვნელოვანი როდესაც ვთქვათ შენ მიდიხარ რაღაც ფესტივალზე და იქ ისმის კითხვა რომ რას აკეთებს ეს ლოკალურად ეხა აი რამდენ ბილეთს ყიდის რა მნიშვნელოვანი არის, მაგრამ აი მეც გვეკითხებოდი რა ფესტივალებზე ამ ადამიანებს, აი რამდენად კრიტიკული არის. მანდაც არის როგორ გითხრა, ანუ შეიძლება იყოს ისეთი არის ლეიბლის წარმომადგენელი ან არ ვიცი მენეჯერი რომელსაც აი ეძებს ახალ მას რა ქვია ტალანტებს რა ახალს რომელიც პირიქით სულაც არ არის დამკვიდრებული და უნდა რომ თვითონ იყოს მონაწილე იმის რომ გახადოს ეს ადამიანი უფრო რაღაცა ცნობადი ხო ეგეთი ადამიანებიც არის რომელიც ამას არ აქცევენ ყურადღებას მაგრამ ცხადია უმეტესწილად სადღაც რო ჩადი ხაი პირველი რა არის რომ გეკითხებენ ამ შენ ვინ ხარ ინსტაგრამზე და გაფოლოვებ რაც ხდება ხოლმე თვითონაც მინახავს რა ინსტაგრამზე გაფოლოვებენ ნახულობენ არ ვიცი სტრიმინგებზე სათხარეფლი Spotify, Deezer, SoundCloud რამე შენი გაქვს თუ არა და აი როგორი არის შენი არტისტის აი როგორ ვთქვა პაკეტი არა მაგრამ აი როგორ რას როგორ შეფუთული ხო ჯამში რა ხო ისტორია გაქვს შენი ხო ისტორია ხო გაქვს შენი ხო ეს ხო არა როგორც სიმღერა დავწერე ანუ შენს უკან დგას რაღაცა ამბავი, შენი გამოცდილება ცხოვრებისეული და ნუ ცხადია ვიზუალიც კიდე, ხო? ხო და აი ამ ყველაფერს ბოდიში რო გაწყდებ, ამ ყველაფერს ჩვენთან ჭირდება ძალიან დიდი რესურსები რა. ან უნდა ყავდეს ისეთი კონტაქტები, რომ კონტაქტი, ანუ გულისხმობ ადამიანების გუნდი, რომლებიც თქვათ მეგობრობის ხარჯზე და იმიტომ რომ თქვათ რაღაცა საერთო ენაზე საუბრობ გვერდში გიდგანან და გიკეთებენ მაგალითად ვიდეოს უფასოდ ან რაღაცა მინიმალური ხარჯებით იმიტომ რომ დღეს მუსიკოსებს საქართველოში გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ კი არა საერთოდ როგორ არსებობენ არ ვიცი იმიტომ რომ ელემენტარული სარეპეტიციო სივრცეებიც კი არა აქვთ რა ანუ კი არიან ერთეულები ვინც რაღაცა კარგ ეტაპამდე მივიდნენ მაგრამ ძალიან ბევრია, რომელსაც სახლის, აი საუნდკარტა აქვს, იმის საშუალებაც კი არ აქვს, რომ თქვა სახლში კონდეს. და ეს ყველაფერი რო შეფუთო,
რა რაღაცა იდეა, ეხა მაგალითად რაღაცა ვემზადები სიტყვაზე მე რაღაცა ლაივისთვის და იქ იმდენი ადამიანი მიდგას გვერდით და იმდენი ადამიანი მეხმარება, ჯერ მარტო ეს კონტაქტები ხო უნდა ყავდეს, რომ ის იდეა გადმოიტანო, რაც გაქვს თავში და ძალიან ის არის რა, რთულია ჩვენს მოცემულობაში, რომ ელემენტარულად აი სადღაც რაღაცა რო გინდა რომ წარადგინო და გაიტანო, რომ უბრალოდ გაამზადო. ხო და აი ამ ყველაფერს არ ვიცი რა, ეხლა ეს პლატფორმის ჩემი და ნიკას იდეა რატომაც შეიქმნა ეს პლატფორმა ეხლა სადაც ჩვენ საუბრობთ და რა იდეასაც ემსახურება არის სწორედ ის, რომ ადამიანები, რომლებსაც მაგალითად რაღაცა აქვთ შექმნილი, ძალიან კარგი ტრეკები აქვთ ჩაწერილი, რაღაცა მუსიკას წერენ და არ აქვთ არსად საშუალება რომ გამოიტანონ ვიღაცას ხო უნდა მოასმენინო, ყველაფერი TikTok-ზე ხო არ გაგივარდება მაგალითად და ყველაფერი ხო არ შეიძლება რომ YouTube-ის follower-ებით და view-ებით დაითვალოს. რაღაცა ხო უნდა არსებობდეს, სადაც მე შემიძლია რომ მივიდე ვისაუბრო და რაღაცა იქ გავაცნო ადამიანებს თავი და ჩემი მსმენელი შევიძინო რაღაცა პლატფორმიდან და მე თქვათ გადმოვიყვანო ჩემთან და ანუ ძალიან რთულია რა. ძალიან რთულია. ჩემ შემთხვევაში მაგალითად უფრო მარტივია, იმიტომ რომ წლების გამოცდილება მაქვს და წლები ადამიანებს ვიცნობ, ვინც მეხმარებიან. მე სხვა პრობლემა მქონდა ვთქვათ ის, რომ მე იმდენად backstage-ში ვიყავი წლების განმავლობაში, რომ ჩემი თავისთვის რესურსი ვთქვათ ვერ ჩავდე სათანადო და ეს უკვე ჩემი პრობლემა, არავის სხვისი რა, ჩემივე პრობლემაა, მაგრამ აი ვინც არიან და არ ყავთ ეს კონტაქტები ახლა და ვიღახათრით ახლა არ მოუტანს რა იმას Black Magic-ს კამერას, რომ კაი ვიდეო გადავუღოს. იცი რა არის, აი მან როგორ გითხრა, ეგ მარტო საქართველოს პრობლემა არ არის, კიდევ ვიტყვი რა, მეც მიყვარდა ხოლმე ამის თქმა, რომ აი რა საშინელება ხდება. არა, ნუ ყველა პატარა ქვეყნის სადაც თქვა დიდი ბიზნესი არ არსებობს მუსიკის, ყველას ის პრობლემა და ყველას რაღაცა მეორე სამსახური აქვს რა, აქაც ისე არის, ახლა არ მინახავს რომელი მუსიკოსი, რაღაცა რომელიც სხვა საქმეებით არ არის დაკავებული რა და ხშირად თავის მენეჯერიც არის. აქ არის კიდევ რა მომენტი არის, რომ შენ თუ იცი, აი რაც შენ ახსენე რა, მარტო კონტაქტებზეც არ არის მან მაგალითად ესტონეთში არის ძალიან ფონდი არსებობს ერთი დავიწყოთ აქედან რა, სახელმწიფო ფონდი არის, რომელიც საქართველოში ამაზე რა ვიცი მიდის მთელი წლებია, რომ აი სამინისტროზე ჩამოკიდებული კი არ იყოს მთელი ინდუსტრია, არამედ არსებობდეს ხელოვნების ფონდი, რომელშიც იქნება რაღაცა ბორდი, რომელიც პერიოდულად შეიცვლება, კონკურსები გამოცხადება სხვადასხვა და რაღაც ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაზე არ იქნება, ეხლა ვინ მიიღებს ამა თუ იმ გრანტს, ხო? პროფესიონალური იმისგან დაკომპლექტებული. აი თითქოს მიდის მაქეთკენ, მაგრამ ვერასდროს ვერ მივიდა რა მაქამდე. ეგ პრობლემა არის, რომ აქაც არის ესე ფონდი, რომელიც აცხადებს სხვადასხვა კონკურსებს, არსებობენ ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ ეს თანხები და ეს თანხები მოდის არა მხოლოდ სახელმწიფოდან, არამედ კერძო სექტორიც დაინტერესებულია ამით და გარდა ამისა არის ევროპული ფონდი, გარდა სახელმწიფოსი, ანუ ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის ფონდი და გარდა ამისა კიდე არის სხვადასხვა პროგრამები, რომლებზეც ხდება ხოლმე განაცხადის მიღება და უნდა გააკეთო ეს განაცხადი. ანუ ეს ფორმატს უცხო არის რა, ძალიან ბევრი არტისტისთვის, იმიტომ რომ ნუ რაც თქვით წეღა რომ აი მარტო გონია რომ შემოქმედება არის ეს მისი და უნდა დაწეროს და მორჩა რა, იქ მე იწყება, აბა როგორ გავიტანო ეს, როგორ ვნახო რაღაცა კოლაბორაცია, ვიღაცა უცხოელთან შეიძლება არ არის ესე მარტივი ნამდვილად და რაღაცა გარკვეულწილად აი საქართველოს მუსიკის ექსპორტის იდეაც ეგ არის რა, რომ რაღაც ეს კავშირების შექმნას ან მე უშუალოდ ორგანიზაცია ვერ იქნება ვიღაცის მენეჯერი, მაგრამ მე შემიძლია შევქმნას შესაძლებლობები, მაგალითად, რა თქმა უნდა, ჩემი დიდი სურვილი არის, რომ თუ კი მოვიპოვოთ ის გრანტი, რომელზეც ახლა მუშაობა მიდის, იყოს საშუალება რაღაც კონკურსები გამოცხადდეს და ამ ადამიანებმა შემოიტანონ, თქვათ, რაღაცა პროექტის იდეა აქვს, ვიდეოს გადაღების იდეა აქვს, კოლაბორაციის, რაღაცა არტის რეზიდენციის და ასე შემდეგ. ერთ-ერთი პირველი რაც არის რა სწორედ ამ მუსიკ ექსპორტის ასე ვთქვათ გარდა იმ შოუ-ქეისებში მონაწილეობისა არის საგანმანათლებლო კომპონენტი და მე მგონი უკვე შემიძლია ვთქვა რომ გაისისთვის იქნება გაზაფხულზე ეს არის პლატფორმა დიაცისთან ერთად ერთობლივად ვაკეთებთ ბრიტანულ პარტნიორებთან ერთად ესე იგი ვორქშოპების სერია იქნება ქალი მუსიკოსებისთვის ახლა 20 არტისტი აირჩევა საქართველოსდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, რომლებსაც რაღაცა საბაზისო, ასე ვთქვათ, სესიები ჩაუტარდებათ, როგორც ქართველი ინდუსტრიის ექსპერტის მხრიდან, ასევე ბრიტანელისგან და ბოლოს ერთ-ერთი ვინც, ასე ვთქვათ,
საარჩევს ჟიური, ასე ვთქვათ, ქართულ ბრიტანული ლივერპულის Sound City Festival-ზე წავა გაიცად მაისში. ეს შემიძლია უკვე ვთქვა, იმიტომ რომ რაღაცა ოფიციალური პრომობას ხო, ეს კეთდება ბრიტანეთის საკონსულოს ხარდაჭერით. და ესეც იყო ესეთი საგრანტო პროექტი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ და მოვიპოვეთ ამაზე დაფინანსება და აი ესეთი ტიპის ღონისძიებები და აქტივობები მიცემს საშუალებას, რომ თუნდაც იცოდნენ რა შესაძლებლობები არსებობს მუსიკოსთვის, რომ აი როგორ განახორციელოს თავისი პროექტი. ეს მარტივი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ამასობაში ადამიანი გაიგებს ამ გზებს და ნელა ისწავლის ვთქვათ, როგორ მოხდეს პატარა პროექტის დაწერა. აი ამ უნარების განვითარებაზე იქნება ერთი მხრივ ექსპორტ ოფისი ორიენტირებული, მეორე რაც თქვით, აი შოუქეისებში მონაწილეობა და რა თქმა უნდა, ასევე ჩემი დიდი სურვილია და ვიცი რომ ჩვენ სფეროში არიან ადამიანები, ვისაც ეს იდეაც აქვთ და ეხლა ზუსტად მაგ პროცესში ვარ, რომ შევკრიბო ეს ადამიანები ერთად, რომ ერთობლივად საქართველოში ჩატარდეს შოუქეის ფესტივალი და კონფერენცია, სადაც აი ზუსტად აი ახალ არტისტებს, მუსიკოსებს მიეცემათ საშუალება, რომ გამოვიდნენ სცენაზე და მათ მოусმენენ როგორც ქართველი, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან ინდუსტრიის წარმომადგენლები, რაც ნიშნავს, რომ პოტენციურად შანსი ექნებათ, რომ შემდგომ ისინი მიწვეულები იქნან სხვადასხვა ფესტივალებზე და შოუქეისებზე. ძალიან კარგი ინფორმაცია ეს და ძალიან საინტერესო. ალბათ ნებისმიერი მუსიკოსისთვის, ვინც უნდა გამოვიდეს და ფოლოვეთ. ხო. კი. ამ ყველაფერს მიუთითებთ აუცილებლად და აი არ ვიცი სწორია რომ შევეხოთ თუ არ არის სწორი, მაგრამ მე და შენ იქინა გამომდინარე რომ ერთად გვაქვს გავლილი ეგზა და რავი ნიჭიერ 10 წლიდან დაწყებული კონსერვატორიაში ერთად ვისწავლეთ და შიგნით რაც ხდება და როგორც ხდება და რა გზები გვაქვს გავლილი ძალიან კარგად ვიცით და მე მგონი რომ რაღაც მორალური უფლება მინიმუმ გვაქვს იმაზე რომ ვისაუბროთ რა პრობლემებს ვეჯახებით მაგ ხრივაც რატომ მივდივარ ისევ იქამდე რა აი განათლების პრობლემასთან რომ მივიდე ისევ აი მე მყავს მაგალითად ჩემზე უმცროსი თაობის მუსიკოსები ძალიან ისე მეგობრობ და ერთ-ერთი იმდენ ადამიანს ვასწავლიდი რომ რაღაცა პასუხისგებლობის შეგრძნება კი არა რაღაცნაირად ის მაქვს ხოლმე მე რა რომ მინდა რომ აი რაღაცა სწორი მიმართულებით წავიდნენ მივეხმარო დავეხმარო და მივცე მიმართულება ძალიან ხშირად მეკითხებიან მოკლედ აი რჩევის სახით რომ აი რა ვქნა ეხლა სად ვისწავლო რა გავაკეთო სად წავიდე და მე თვითონ არ მაქვს ხოლმე პასუხი რატო? იმიტომ რომ მე რომ მაგალითად კონსერვატორიაში ჩავაბარე, ხა მე საკუნდო სადირიჟოროზე ჩავაბარე საბოლოო ჯამში და თეორიულზე უნდა ჩაგვებარებინა ერთად გადავიფიქრე გზაში. ისიც იმიტომ რომ ჩემი რაღაცა შინაგანი მოწოდება არ იყო თქვა რაღაცა მუსიკის კრიტიკოსობა რა, იმიტომ რომ რაღაც უფრო შემოქმედებითი მხარე იყო და ბევრი რო ვიფიქრე, მოკლედ წავედი ამ საკუნდო სადირიჟოროს მიმართულებით, რასაც არ ვნანობ. მაგრამ შეგრძნებით, აი რომ სწავლობდი კონსერვატორიაში, იქ არ ვიყავი რა, სადაც უნდა ყოფილიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ბაზა მომცა, საკმაოდ კარგი დადებითი მხარეები მქონდა ამ ყველაფერს, მაინც რაღაცა შინაგან ისეთ ჩარჩოებში მომაქცია. მაგალითად აი კონსერვატორიის განათლებამ რომ ამ ჩარჩოებიდან გამოსვლაში მე წლები დამჭირდა მე რა რომ აი ეს დამერღვია ისევ რომ რაღაცა არ ვიცი ის კი არა რომ თქვა იქ რაღაც კანონები და ის რაც ვისწავლეთ კლასიკური მუსიკიდან გადმოსული მე აი არ ვიცი რაღაცა რა შენ ნაჭუჭში რო არ ხარ სულ მქონდა ეს შეგრძნება და ეხლა დღეს რა პრობლემაცაც რაც დგას არის ის რომ თითქოს ის ჩვენი ლექტორები და ის თაობა, რომელიც ჩვენ გვასწავლიდა, ძალიან ხშირად რომ ხდებიან, აი ამბობენ ესეთ რამეს, რომ საერთოდ ნაკადიც აღარ არის ვინც კარგად, ვინც ნიჭიერები ადრე მოდიოდით და ეხა საერთოდ არავინ აღარ არის. აი ეს რას ნიშნავს კიდე, ანუ აი რას ნიშნავს ნიჭიერი თაობა აღარ არის, თუ ნიჭიერი ადამიანები აღარ არსებობენ, თუ განათ თვითონ სისტემა ვეღარ ეწევა კიდე რაღაცას და იქნებ ისეთი ნიჭიერი ადამიანები წამოვიდნენ პირიქით, რომლებსაც სისტემა ვეღარ ეწევა. აი ამაზე მინდა რა, რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ
ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ჩემს უკან დგას, ჩემი მოსწავლეები და უნიჭიერესი ადამიანები, მაგალითად კონსერვატორიაში ვერ მოხვდნენ. აი, ჩემთვის იყო შოკი, იმიტომ რომ რა ვიცი, აი როგორ ავხსნათ ახლა რა არგუმენტი მოვიყვანო რა თუ სიტყვაზე მენდობით უნიჭიერ ადამიანებზე ვსაუბრობ რომლებიც კონსერვატორიაში როგორ შეიძლება რომ ვერ მოხვდეს ის ანუ შენ ესე იგი ყველანაირ გზას უკეტავ რა ერთადერთი რაღაცა უმაღლესი სასწავლებელი რაც გაქვს რომ რაღაცა გამოიტანო იქიდან ისიც არ გიღებს და რა ქნან მაშინ აი ანუ ეხლა მე შენ კი არ გთხოვ ხო ხტები პასუხი უბრალოდ ამაზე ბევრი რაღაცა არის ამაში რა ეხლა მივყვეთ ალბათ კიდე თალკე ერთი ის დაგჭირდება პლატფორმას გადაცემა ანუ აქ არ ვარ შეზღუდულები და რამდენი ხანის გვინდა შეგვიძლია ვისაუბროთ თუმცა რაღაც აი მოკლედ რო შევეხოთ ამ საკითხსაც რა რომ მეც მაწუხებს ეს თემა და ალბათ ნუ ჩვენ დროსაც ესე იყო იმ კომენტარზე ვიტყოდი რომ ეგ უბრალოდ ის არის რა თაობის თემა არის ჩვენც რო ვიყავით თუ გახსოვს სანამ არ დავამთავრებდით თუ იმას გვეუბნებოდნენ რა აუ თქვენ ის თაობა იყო და აი მე მახსოვს ეს თაობა კი მე ქულას მაკლებდნენ იმიტომ რომ გოგო ვიყავი ეგეც იყო ანუ შიდა იმას რა ქვია გამოცდას სპეციალობის გამოცდა რო იყო ხოლმე შიდა გამოცდები პირდაპირ მეუბნებოდნენ აი ხა შენ გოგო ხო კონსერვატორიაში შენ გოგო ხარ ეხა და მაგრამ საშინელი იმიტომ რომ შენ სადირიჟორზე არ სწავლობდი და მე რო საკუთარ სადირიჟორზე შენ გოგო ხარო ეხა და რა გინდაო და ერთ ქულას ყოველთვის მაკლებდნენ რომ ბიჭებს მეტი ქონოდათ ნუ აი რაზე ვსაუბრობთ საერთოდ რა და ხო და ეხლა გავიაზრე ეხლა ამ გადმოსახედიდან ეხლა ეგ რომ მითხრას ვიღაცამ ალბათ არავი ხანჯალს ამოვიღებ, მაგრამ მაშინ რა ხდა აი მივიღებდი რა მორჩილად ხო აი სხვანაირად გზრდიდნენ კიდე ალბათ რა ზედმეტად რომ აი უბრალოდ რაღაცა უნდა გეთქვა და მაგიდან მე ძალიან მაგიდან ძალიან დიდი ხანი დამჭირდა რომ გამოსულიყავი რომ აი დიდასაკშიც კი რომ აი მე თქვა რომ მე ჩემი აზრი მაქვს და მე უკვე მაშინ გამოცდილება მაგ რაღაცა 15 წელი რა რომ აი ხო და ეს ხო ეს რაღაც დაკნინება ასაკის გამო იჯიზმი და სექსიზმი რასაც ქვია ეგ ხო მახსოვს მე ის მახსოვს რომ აი ეგ დამოკიდებულება იყო რა რომ შენ ცერა თუ გაიხსნა კონსერვატორიაში მიღებაზე მახსოვს ჩემს ფაკულტეტზე იყო რაღაცა არ მახსოვს 10 კაცი აბარებდა რა და ნუ 4 მიგვიყვის თუ 5 რაღაცა კი ანუ ეს ითვლებოდა რომ ფერი 10 კაცი და ეხლა ნუ ერთ ადგილზე ორი ადამიანი მოდიოდა და ნუ მაშინ იხსენებთ რომ შენო 70 კაცი მოდიოდა და აი მაშინ იყო და ნუ თითქოს ჩემს ჩაბარებას აბანძებდნენ და აკნინებდნენ ხო რა შენ რა ხო ზუსტად აკნინების მე მოხდებოდა მაგრამ ნუ ეს დამოკიდებულება რომ მე რომ დავამთავრე მახსოვს რომ აი მგონი არ არის მოსარიდებელი თქვა რა არაფერი არ არის მოსკაკვეთილზე იმენა გვაკანკა ერთი ნოტი არ აგეღარავის სწორედ აი კარნახში და ის ესე ვიჯექი და კონსერვატორიაში რომ ჩავაბარდა მე რომ ვნახე და როგორი სიყვარული შეყვანი მე მგონი ეს ყველას ეკრია რა რომ აი რომ დაამთავრებ მე ხდები საოცრებად იმ მომენტში მაქსიმალურად ვცდილობ რომ კაცრად ყავდე რომ აი არ გაგექცეს თუ არ ვიცი რის ბრალია და ამიტომ ეგ რო ნიჭერები არ არიან მაგას ახლა არ ვენდობი ნამდვილად მაგ გამოყვეს მაგრამ მეორე მომენტი არის რომ აი შენ რაც თქვი რომ ახლა ადამიანები არ იმისად ჩაბარება უნდათ აქ მე მგონი თავიდანვე არასწორად ხდება რა საკითხის დასმა იმიტომ რომ იმ ადამიანებს რის მოლოდინიცა აქვს და რის სწავლაც უნდათ ის კონსერვატორიაში არ დახვდებათ რა უბრალოდ ერთადერთი გამოსავალი იმისთვის რომ რაღაცნაირად ცოტა სერიოზულად შემოგხედონ ალბათ და უბრალოდ შეივსო ის რაღაცა დანაკლისი რაც განათლების ხო ყველა სხვა რა აქვს მუსიკალური სკოლა დამთავრებული და ამ დროს მართლა მაგრაწერს მუსიკას ხო არ ვიცი ეს რა ქვია პროგრამებში თქო არ არის ცოტა ნოტებზე წერდა ხო ხო და ამ ადამიანებს ეს შევსება რომ უნდათ იძულებით მიდიან 4 წლიან სასწავლებელზე რომელიც შეიძლება მართლა არ ჭირდებოდეს იმ კონკრეტულ მას რა ქვია მუსიკოს ხო ამიტომ შენ ალტერნატივა არ გაქვს თუ რა ალტერნატივა რო კონდეს შენ არ ეტყოდი რომ კონსერვატორიაში წადი ანუ ეტყოდი რომ წადი რა ვიცი თანამედროვე მუსიკის რაღაცა აკადემია რომელიც 2-3 წლიანი არა მე პირდაპირ ვიტყვი რომ არც ვეუბნები რომ კონსერვატორიაში წადი ანუ მაგინად ვიცი რომ აქედან წასულ ანუ მე მახსოვს შენ თინ კლუბშიც იყვნენ ბავშვები რომლებიც ბავშვები რა გუდიდები არიან უკვე რომელსაც უნდოდა ჩააბარება მაშინ მახსოვს ვიღაცებმა ჩააბარეს კიდევაც რა მაგრამ მეც ყავდა გარშემო ესეთი აი არა ჯაზიც რო არ იყო და უფრო დაინტერესებს და ძალიან ანუ როგორ გითხრა ბევრისგან მსმენი რომ იმედგაცრუება აქვთ რა იმიტომ იქ რო შედიან საერთოდ სხვა რაღაცა წარმოქმნა და სხვა რამე ხდება ეს პრობლემა არის თვითონ სისტემის მე არ ვიძახი რომ კონსერვატორიამ ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს პროფილი მაგრამ უნდა განვითარდეს და ფეხი აუწყოს იმ სტანდარტებს და იმ რაღაცა მოთხოვნებს და გამოწვევებს რაც გააჩნიათ
ახალგაზრდებს და რა ვიცი, ბევრი რაღაცა ახლა მე ბოლო წლები არ მქონია კონსერვატორიასთან შეხება, მაგრამ ნუ ვიცი იმ კონტინგენტით, ვინც ამთავრებს და თუნდაც იგივე წინადადის ფესტივალზე მოდის მე და ორკესტრის წევრი არის. პრობლემა კიდე ერთი მნიშვნელოვანი ის არის, რომ კარგი თაობა ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება რომ არ მოდიან ნიჭერები არის ის, რომ ვინც ამთავრებს, ასე რა ქვია, ჯერთ აწლებს, ვთქვათ, მიდის პირდაპირ საზღვარგარეთ და აღარავინ აღარ აბარებს კონსერვატორიაში. და აღარავინ არა, ბევრი არ აბარებს. ვიღაცა აბარებს, ვთქვათ, შესაძლებლობა არ ქონა, ენის ბარიერი იყო და ამიტომ ვერ, მაგრამ უსაბოლოოდ მაინც ყველას უნდა წასვლა. და ცხადია, ვისაც სურვილი აქვს, ეხლა მე ესე ხელახებით ვერ ვიტყვი ძალიან ესე ამდენ ნეგატივს რა თქმა უნდა ჩვენი ეს არის ალმა მატერი არის და გიждები დღემდე კონსერვატორიაზე და მისი მინუსით პლუსით მიყვარს, მაგრამ ამაზე იმიტომ ვსაუბროთ ჩვენ, რომ პრობლემებზე ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ. აუცილებლად. რაც შეკითხვაც დასვი, ეს არის რომ სისტემა არის შესაძლებელი. ძალიან ბევრი პრობლემა აქვს კონსერვატორიას. დაწყებული აკადემიური პროფესორებიდან დაწყებული პედაგოგებით კურიკულუმი როგორ არის პროგრამა შედგენილი მე არ ვიძახი რომ კლასიკურ ფორტეპიანოს მიმართულებით რაღაცა არ ვიცი ესე ძირეული ცვლილება უნდა მოხდეს მაგრამ ალბათ მეთოდებშიც შესაძლებელი არის ბევრი რა და ძალიან ბევრი ახალი სისტემა არსებობს როგორ ასწავლო როგორ მაგალითად მოუხსნა კომპლექსი არტისტ რომელიც აკონსერვატორიაში საერთოდ არ არის ხო რაღაცა მგონი ცდილობები იყო მაგრამ არ არის რა ეს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თანამედროვე კონსერვატორიებში და თუ კონსერვატორიას ჩემი აზრით აი რაც შენ ახსენე რომ ბევრ ადამიანს უნდა სასწავლებლად წავსვა არა აუცილებლად კლასიკური და აკადემიური მუსიკის მიმართულებით ეს ნიშა ასათვისებელია და არ არის ბაზარზე არავინ არ თავაზობს ამას და ერთადერთი აუცილებლად აი ერთადერთი ჯაზის ფაკულტეტი არის რა თქმა უნდა მაგრამ სხვა ჟანრებიც არსებობს ხო აი ერთადერთი რომელსაც გამოვყოფდი და მართლა ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი ეს არის CES რომელმაც რაღაცა ახალი მიმართულება შესთავაზა ახალგაზრდა ადამიანებს და რაღაც მოკლე კურსია, არ ვიცი ზუსტად, არ ვიცი რომ არ შემეშალოს, მე მგონი რაღაც 6 თვიანი და 1 წლიანია კურსი და სხვადასხვა რაღაც თეორიის მიმართულებით კი. თუმცა იქიდან რაღაცა მე რასაც შევჯახები ვარ არის ის, რომ აი რაღაცა რომ იქიდან გამოსული ადამიანს რამოდენიმეჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ აი თქვათ რაღაც აი ის პრაქტიკა მაინც ვერ გაუვლია, რაც მე ვთქვათ, საქმიანობაში უნდა გამოიყენოს რა, რაღაცა დონეზე სწავლობს, მაგრამ იმის იქი ტექნიკური უზრუნველყოფაც ვთქვათ, არ ვიცი სათანადო არ არის თუ რა ხდება, არ ვიცი რა, მქონია რა, ეგ პრობლემა, რომ აი იქიდან ნასწავლი ვთქვათ, მე სამსახურს ვერ იწყებს. შეიძლება სამსახურიც არ არის ესე და იმიტომ შეიძლება ესეც არის პრობლემა რა, რომ აი რაღაცა კონკრეტულად ვთქვათ მაგ პროფესიით რო დაკავდეს, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში CES-ი რასაც აკეთებს, ძალიან დიდი საქმეა და ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანი ჩვენზე პატარა თაობა, ძალიან ბევრი კარგი რაღაც ისწავლა და წამოიღო CES-იდან და აუცილებლად გამოვყოფ მაგას რა. და დანარჩენი ესე ჯერჯერობით არის 303 ჰერცი რომ და ხო ამას იმიტომ ახსენებ რომ ხო არის რა და ნამდვილად დასაფასებელია ის საქმე რასაც აკეთებენ და აი ერთი კონსერვატორიაზე ვიტყოდი რა და იგივე 10 წელიწადს რა ნუ ხო სულ გინდა რომ აი რაღაცა შეიცვალოს და უკეთესი გახდეს მაგრამ მეორე წამს ანუ აი რომ ვერასდროს ვერ დავიწყებ ხოლმე იმას როგორ რა ხდებოდა თქვა ჩვენს ბავშვობაში და როგორ მოვედით აქამდე ნუ რა ფაქტობრივად ენთუზიაზმზე იდგა პედაგოგების რა ყველაფერი და რამდენჯერაც კრიტიკულად რამის თქვა მინდა ხოლმე სულ მე მახსენდება ეს რომ ანუ კრიტიკული ნათქვამი არ ნიშნავს რომ ვიღაცას მე რაღაცას ვანულებ მათ შემოქმედებას და მათ არა რა თქმა უნდა მაგრამ აი რომ ახსოვს რა სოლფეჯის გაკვეთილზე რომ დავდეთ უშუქობაში და სანთელი რომ მქონდა და თავის სახლიდან და გამათბობელი და რაღაცა და რო არაფერი არ ვთქვა იმ ხელფასებზე და ანაზღაურებელია საერთოდ ამიტომ როცა მაგაზე ვიწყებთ საუბარს რაღაც შეიძლება გამოსწორდეს პირველ რიგში აი რაც შეეხება პროფესიის დაფასებას ეგ არის ანუ ვერც ერთმა ასე ვთქვათ რა სამინისტროები შეიცვალა წარმომადგენლები და მინისტრები მაგრამ ვერც ერთმა ვერ დაძრა ეს თემა რომ გაუთანაბრდეს 10 წლების და მუსიკალური სკოლების პედაგოგის სტატუსი ჩვეულებრივ საშუალო სკოლის სხვა საგნების პედაგოგის სტატუსი და ხელფასი არ იყოს რაღაც სასაცილო არ ვიცი ხარ თქვათ შეიძლება რაღაც 100 ევროა ხო მე მგონი თუ 150 ევრო საშუალოდ რაც აქვს ხელფასი და თუ აი
70 წელი ასწავლი, მაშინ შეიძლება რაღაც შენ ევროებში ხარ და ლარებში უნდა გადმოხო. ხო, ლარი ხო 300 ლარი ხო 400 ლარი. მე მახსოვს რაღაცა ჩემი ერთი მეგობარი იყო, მახსოვს რაღაც ლექციას კითხულობდა, მოწვევით კონსერვატორიაში და ის იყო რა ქვია, მოკეთ შემთხვევა ჩანაცვლება და რაღაცაზე მაგართ მიფიქრე ფულზე რა საუბარი იყო, მე გამიყარო ისე დაგპატიჟებ მე ყავაზე, იმიტომ რომ ერთ სასაცილო თანხა. სასაცილო არის რაღაცა 40 ლარია. ზოგადად ანუ აი სასაცილო. ხო, იგივე ხა რა შუაშია ეს თემა, მაგრამ ზუსტად ის რაც ხდება, მაგალითად, ჯანდაცვის და სამედიცინო სფეროში. ხა სანიტარს რო 300 ლარი აქვს და 200 ლარი და ეკთანს არ ვიცი, საარსებო მინიმუმიც და ანუ რა უნდა მოთხოვო საერთოდ, ან როგორ უნდა მოითხოვო, მაგრამ ჩვენ იმიტომ არ ვსაუბრობთ, რომ ვიღაცა თითი გავიშვიროთ და რაღაც გავაკრიტიკოთ ჩვენ პრობლემებზე, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ რაღაცნაირად საერთო მიზანია, ხო? ის რომ რაღაცა უკეთესობისკენ წავიდეთ და რაღაცა შედეგი დავდოთ, ახალი კარი გავხსნათ და ადამიანებს მიეცეთ საშუალება, რომ სხვა ადამიანები გაიცნონ, ნახონ საზღვრებს იქით რა ხდება, როგორ ხდება და მე მაგალითად ეხა აი 19-20 წლის ასაკში რა ეს რაღაც ელდრაინის პერიოდში და იმაში ისეთი მასშტაბები მაქვს ნანახი და ისეთ სცენებზე ვიდექი და რა ვიცი ისეთ ხალხთან მქონდა შეხება და კომუნიკაცია რომ იქ ეხა რა მუსიკა იყო როგორ იყო და რა ანუ მაგას ეგ კიდე ცალკე საკითხია მაგრამ ის გამოცდილება რა რაც მივიღე და რამ ხელასიან სცენებზე ვიდექი და მაშინ სხვათა შორის მე ქონდა ძალიან დიდი ბედნიერება იმისა რომ ყავდა პროდიუსერებიც, მენეჯერებიც და ეს იყო კომპანია ტიტანი და მათი წარმომადგენლები იყვნენ ჩვენი პროდიუსერები, მენეჯერები და იმის ბედნიერება მქონდა რომ ტრაილერებით მოეყენებინათ ჩემთვის სცენა და აპარატურა და მე გამზადებულ ჩემთვის აშენებულ სცენაზე ავსულიყავი, რომელზეც საუნდჩეკის გავლილი იყო ყველაფერი და ჩემი პერსონალური ბექსტეიჯები მქონოდა აი ამას რო ვიხსენებ ხომ ვიხსენებ რომ ეს ყველაფერი გამოცდილი მაქვს და ნანახი მაქვს არ ვიცი ალბათ ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ რომ მქონდა მაინც რა და სინამდვილეში როგორ უნდა ხდებოდეს და რა უნდა ხდებოდეს აი ეს რომ რაღაცა ნაწილში გამოცდილი მაქვს ძალიან მინდა რომ ეს ხვებსაც გავუზიარო და რაღაცნაირად ავუხსნა რომ ესე ხდება და ესე უნდა ხდებოდეს და ესეთი პატრონი უნდა ყავდეს მაგრამ ნუ რაღაცა ალბათ ნაბიჯ და ნელ-ნელა მივალთ ყველა ფრამდე და ჩემი მიზანიც ეხლა რასაც ვაკეთებ ზუსტად ეს არის და ზუსტად იმიტომ ხარ აქ ეხლა ესე ჩართული და იმიტომ საუბრობთ ამ ყველაფერზე რომ შენი მიზანიც სწორედ ეს არის რომ რაღაცნაირად ერთმანეთს დავეხმაროთ რა და მინიმუმ ინფორმაციის დონეზე და სხვა დანარჩენი არა მარტო ინფორმაციის დონეზე მე რაღაცა ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ. ამიტომ მე ზუსტად რო ერთად რაღაც ერთი ის ღირებულება და ერთი ხედვა. კი, იმიტომ რომ მე ხშირად მიმიღია პასუხი ვიღაცას რაღაცას ისეც რომ შევთავაზებ თქვა რაღაცა რომ მოდი ერთად ხო არ გავაკეთოთ, იქიდან პასუხი მქონია რომ იცი რა არის ახლა ეს ინტერესთა კონფლიქტია და აი არ ვიცი ჩვენც ვაპირებთ და კი ბატონო, ოკეი, დააპირეთ, მაგრამ ანუ და მე ვთქვა საერთოდ არ გაკეთებულა ის საქმე რა ამას ხშირად აი ბოლომდე არ მიყვანილა და რაღაცა ინიციატივა იყო და ეგ არის ხოლმე ხშირად რა რომ ეხაც რო ვადენებდი თვალს აი რა ხდება ინდუსტრიაში და რაღაც კაი პეიჯს ნახავ და მე ვნახულობ რომ უკვე ეს ვენიუ აღარ არსებობს ან ეს რაღაც ინიციატივა აღარ არსებობს იმიტომ რომ იყო რაღაცა 4 თვიანი 5 თვიანი 1 წლიანი რა და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი წარმატების არის თანმიმდევრულობა და პატარ-პატარა ნაბიჯებით წინსვლა და ვფიქრობ რომ ჩვენ ცოტა შეიძლება მაგალითი ვიყოთ ვიღაცისთვის რომ აი ესე რაღაც დაკავშირებით და რაცა თანამშრომლობით შეიძლება რომ რა თქმა უნდა მე მგონი ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ რაღაცა ეტაპის შემდეგ კიდე ჩავწერთ ახალ ეპიზოდს და უკვე რაღაცა შევაჯამებთ განვლილ გზას და დიდი იმედი მაქვს რომ ყველაფერი წარმატებით წავა ისე როგორც შენ გინდა. დიდი მადლობა პლატფორმაზე მოწვევისთვის პირველ რიგში და მართლა საინტერესო იყო ჩემთვისაც ამ თემებზე შენთან ერთად საუბარი და იმედი მაქვს რომ ამ ინიციატივასაც გამოჩნდება მხარდამჭერები ჩვენს ინიციატივას რომ შეძლო ეს საქმე ბოლომდე აკეთო და დიდხანს აკეთო შენს გუნდთან ერთად და რაც შეეხება არტისტებს და სხვა ლეიბლებს და ორგანიზაციას მუსიკალურს, რა ვიცი, თუ გიყურებენ და მიმართოთ და უთხრა რომ არსებობს ესეთი ინიციატივა
საკმაოდ დიდი და მყარი საერთაშორისო მხარდაჭერით, რომლებიც ელოდებიან ძალიან ბევრ ქართველ არტისტებს სხვადასხვა ფესტივალებზე და შოუქეის ფესტივალებზე მონაწილეობისთვის და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ვიყოთ ის რგოლი, რომელიც აი ამ კავშირს და ამ ხიდს გაბოს საქართველოში ცხოვრებ და არსებულ მუსიკოსებსა და უცხოურ დიდ გლობალურ ბაზარს შორის, მუსიკალურ ბაზარს შორის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. პირიქით, ძალიან დიდი მადლობა შენ და მადლობა ყველას, ვინც გვისმენდა და არ დაგავიწყდეთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი გვერდი და გვადევნოთ თვალი ყოველ ეპიზოდზე. დიდი მადლობა ყველას. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.